საპატრიარქო საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მოუწოდებს არ აღნიშნონ ჰელოუინის დღესასწაული, რადგან ეს ღონისძიება რელიგიურ საფუძვლებზე არის აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან. სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მშობლებსა და პედაგოგებს ურჩევს, რომ ჰელოუინის ღონისძიებაში ბავშვები არ ჩართონ. მოახლოვდა ეგრეთ წოდებული ჰელოუინის აღნიშვნის დღე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ყოველი ქრისტიანისთვის მიუღებელია ამ დღის აღნიშვნა და ჩვენ ვიცით, რომ წარმართული კულტიდან მოდის ჰელოუინის დღე. ინგლისმა ამერიკაში შეიტანა, ამერიკამ მე ევროპაში და მოკლედ ეს უკვე საქართველოშიც რამოდენიმე წლებია სამწუხაროდ აქტიურად ცდილობენ რომ აღნიშნონ და მე ესე ვიტყოდი, რომ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქართველი ერი ვართ, უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანები და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია წარმართულ დღეებში მონაწილეობა და განსაკუთრებულად მე მინდა ვთხოვო და მივმართო სკოლებს, რესურს ცენტრს და განათლების სამინისტროს, რომ კატეგორიულად მიუღებელი არის მშობლებისთვის, როგორც მოძღვარი და როგორც მშობელი. მშობლებისთვის მიუღებელია ჩვენი მართლმადიდებელი შვილები მსგავს დღეებში მიაღებინონ მონაწილეობა და სამწუხარო ტენდენცია, რაც დღესაც ვნახე, რომ სასტუმროები იწვევენ თურმე ჰელოუინის დღეს აღსანიშნავად ბავშვებს მშობლებთან ერთად და წარმოვიდგინეთ ახლა რიგი კატეგორია ამტკიცებს, რომ თურმე არაფერი ცუდი არ ხდება და ჩავწეროთ მისი ისტორია წარმომავლობის, Google ყველას შეუძლია რომ ჩაწეროს და ნახოს საიდან აქვს დასაბამი ამ დღეს საშინელ ესე ვთქვათ წესებთან, ჩვეულებებთან, როგორ პირსისხლიანები და ეშმაკის როლებში და შეკაზმულები არიან, ბავშვებს როგორ აჩვევენ და როგორ შეიძლება მსგავსი ბავშვები გავზარდოთ მერე მშვიდ ფსიქიკით, როცა ბავშვს ვაფარებთ ეშმაკის რქებს, ბავშვს ვახატებთ რაღაც პირმოსისხლულს და რაღაცა საშინელ მაკიაჟებს უკეთებენ ბავშვებს და ამას გვახვევენ თავს, რომ თითქოს არის უწყინარი დღე და დღესასწაულად უნდათ რომ წარმოვაჩინონ, რაც მიუღებელია და მე გეტყვით, რომ ჯობია დავკავდეთ ისევ ქრისტიანული მართლმადიდებლური დღეების სწორად აღნიშნით, მაგალითად ჩობის დღე გადავიტანოთ, რომ ალილოს მსვლელობა პედაგოგმაც და მოსწავლემაც ერთად აღნიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვართ და ჩვენს უფლებებს ნუ დაარღვევენ, რომ უცხოური რაღაც წარმართული დღეები და უცხოური ესე ვთქვათ დღესასწაულები, თვითონ დღესასწაულები დაამკვიდრონ, მცდელობა იყოს დამკვიდრების ჩვენ საქართველოში.